він рухається, дивись. Все добре, всі пофоткають. Це в нас руда вечірниця. Кажан, який великі колонії, бо їм так комфортніше, вони люблять тусуватися зі своїми друзями. Якщо ви більш прискіпливо подивитесь на თუ აქ შეკრებილ ადამიანებს კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ შვიდობიანი მოქალაქეების გარდა სამხედროებიც არიან. ეს მათი ფეხსაცმლითა და თვალებითაც чанს. ომის მიუხედავად ცხოვრება გრძელდება. ახლა მთავარი ომია, მაგრამ სხვა რამეც ხომ უნდა არსებობდეს. життя триває, воно є життя. Має бути щось інше, не тільки війна. Але війна зараз це головне для нас. Дитинчата тримаються за неї лапками та тримаються ротиком за її соски. Тобто вони так само, як і люди, народжують дитинчат, виготовують їх молоком, і дитинча живе колоніями. І тому якраз його ми найбільше і рятуємо. Він багато їсть. Вони дуже багато їдять. Не можуть їсти третину своєї ваги. На кажанів війна вплинула, в принципі, так само. ომმა ღამურები ისევე დააზარალა, როგორც ადამიანები. როგორც შენობები ნადგურდება, რომლებშიც ხალხი ცხოვრობს, ისე ნადგურდება საცხოვრებელი ღამურებისთვისაც. იმას გულისხმობ, რომ ის ადგილები, რომლებიც მათთვის მრავალი წლის განმავლობაში ზამთრის თავშესაფარი იყო, აღარ არსებობს. შესაბამისად, მათ ახლის ძიება უწევთ. ამის გამო ზოგიერთი ღამურა შეიძლება მოკვდეს კიდეც, რადგან ისინი დიდ ენერგიას ხარჯავენ ახალი ადგილის ძებნაში. Через це деякі кажани можуть просто померти, бо вони... Так, тримайте. Тримайте обережненько. Тримайте. ფიქრობ, რომ ომის დროსაც საჭიროა ცხოველებზე გარემოზე ზრუნვა. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან ეხმარება ცხოველებს, რომლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან, მოხალისეები ზრუნავენ მათზე. აქ ხალხი მოვიდა გარემოსთან ურთიერთობისთვის. ისინი აქ დიდხანს სეირნობდნენ. ახლა ღამურები გაუშვეს. ეს ომის დროს ისეთი პატარა ბედნიერება, რომელიც არავის ამნებს, განსაკუთრებით ბავშვებს. Жити ж треба все одно. Треба ж якось і за тваринами там за ними. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ასევე უნდა ვიზრუნოთ ცხოველებზე, ბუნებაზე. ესე ცხოვრების ნაწილია. შეიძლება მცირეც, მაგრამ მაინც სიხარულს გვრის, რომ კიდევ ერთი სიცოცხლე გადარჩა, რომ ეს ღამურა გადარჩა. მან ფეხი მოიტეხა, მაგრამ მოხალისეები დაეხმარნენ გამოკვების გაათავისუფლეს. ის ისევ აგრძელებს ცხოვრებას. Зламав і йому допомогли, покормили, погодували, тобто і випускають, і він живе далі своє життя.